როგორ ახარ? კარგ ცხელა ბიჭო. მე რა შენ შემაშინე. მე არ ვიცი სად მიდიხართ მე წამოყვებით მაშინ. წამოყოფილებში და მე იმაქიდან გავიძინე რა. ფილმში იქნება ის რა ქვია. იქ არის, იქ დამირეკა ეს. ვეჩნი სტუდენტია. აშკარად დაშაყავს, აბა ეხლა რატომ უნდა იჯდე 20 საათი ხოჭია. არ ვიცი რა. ესე იგი როგორ არევასება რა. რა კაი ხმართ. Вообще სხვა რაღაცაა რა. ამდენი სახლი შენდება აქ ბიჭო რა ხდება? სერიოზული корпуსებია რა. მე მგონი აქეთაც უნდა ესე მოჭრანეს ყველაფერი და რა გვინდა ხეები რა. ომა რა იძახდა ხეები რა გვინდა ციყვები ხო არა ვარ თუ. აი ესენს უნდა მოიჭრას. ნახე ჩაბეტონებული ყველაფერი. აუ გენაცვალები. არა და აქ ხალხი სანადიროდ დადიოდა 5 წლის იყო. კონს მართლა ფუხ გასულია. თუ მოკვა იმე. ვითომ ხოი. ის არის ხა მზეა 27 გრადუსია, მაგრამ ხარია ნო. ეს ხარი მაგრა შემოგვეჩვია. ოპა. ახლა შუქანი. აჰა, ესე იგი 17 მაის არის ისა Gentleman's Ride. მოიცოდეთ რა, მაინც შეგახსენებთ. თუ ნახე რა მგერია და აი წელი გამოხდება. ეკლესია შედარის ხალხი. შენ როგორ აფრიკით
დილამშვიდობისა ყველას, არ ვიცი ხმა როგორ ისმის ესთავ კიდე ახალ მიკროფონს, მინდა გესაუბროთ ძიბრულად რა, არანაირი ისა რომ რაღაცა მე ხლა თქვენ რაღაცას გასწავლით და რაღაცა მე დიდი ხანია და ათელი ამბავი არა დაიკვირეთ ყველაფერი. უბრალოდ ჩემი გამოცდილებიდან მე რაც გადამხდა თავს, კონკრეტულად ამ მოტოსთან დაკავშირებით მოგიყვებით ძალიან პატარა ისტორიას რა. ვინც არ იცით, სადღაც მინიმუმ 15 წელზე მეტია დავდივარ კრუიზერებით და ანუ როგორ ვიყავ, ვიცით, აი გახედვაც არ მინდოდა სხვაგან რა, ანუ სხვა სტილის მოტოზე რა, სპორტი ან აი კაფე ან არ ვიცი, ან ადვენჩერი. და ეხა ზამთარში ჩემო ძმაკაცმა მითხრა რომ ოდიო რა, ადვენჩერი პროსტო ცალდეო რა, გაიარეო, შევა გაგისწორდესო და მე კაი რა ნიკა პინტორია ჩემი ძმა, ჯიგარი კაცი, ჰონდა ტრანსალტი, ის ეგეთი და იმდენად მაგრა გამისწორდა რა, რომ ეგრევე ვიჩარიჩე რაღაცეები, რამე რუმოები, მანქანა ვაფშე დავიწყე, გავყიდე და დავიწყე ეს რა, ჰონდა აფრიკა ტვინი ადვენჩერ სპორტი რა. და რატომ მოგიყევით ეს ამბავი? ანუ არ შეიზღუდოთ თავი, ცადეთ ახალი მოტოციკლეტები, ახალი სტილის მოტოციკლეტები, რაღაცა მოტოციკლებზე დაიწყეთ, მაგრამ ყოველთვის ისე-ქენით, რომ რაღაცეების სიახლეები შემოიტანეთ ხოლმე რა, ცხოვრებაში. შეიძლება ერთი სტილი საერთოდ არ მოგწონთ, შეიძლება მეორე სტილი ძალიან მოგწონთ და მოკეთ უნდა მოძებნოთ თქვენი მოტოციკლეტი რომელია რა. მე კონკრეტულად ახლა ჩემი მოტოციკლეტი ცოტა მომბეზდა რა, თვითონ ის სტილიც რაც ყავდა უკვე დიდი ხანი, უკვე ცოტა მომაბეზრა რა თავი, აი რაღაცნაირად ერთი და იგივე და ამან მომცა იმის საშუალება, რომ ცოტა უფრო სხვა რაღაცები გამიხსნა რა, ასე ვთქვათ რა და უფრო სახალისო გახდა რა. ყველაფერი მოგეთ აი ეს მინდოდა მე ვარ რა თქმა უნდა არ შეიზღუდოთ თავი.